ფაქტები ჩამოუთვალო ამ 4-ვე რადიკალურ პარტიას და ვამხილოთ თუ რატომ არიან ისინი ერთიანი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ერთად მოითხოვდით სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. აი ესე ცდილობენ ქართული ოცნების ბიჭუნები, რომ ტყუილის ტირაჟირებით როგორმე მიგვაწებონ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ნარატივს. ტყუილების ტირაჟირება მათი ერთადერთი იარაღია. ამ ჩამონათვალში ძალიან ბევრ ტყუილს ვამხელთ. მოემზადეთ. პირველი, რომ თითქოს ჩვენი პოლიტიკური ძალა ვამბობდით, რომ საქართველოს სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს, დიდი ტყუილია. ვერავინ ნახავს მსგავს ან ამაზე ორიენტირებულ განცხადებას ჩვენი პოლიტიკური პარტიის ან მისი წარმომადგენლის მხრიდან. თუმცა საკითხი თავად მნიშვნელოვანია. ღარიბაშვილი, რომელიც 2022 წლის თებერვალში თავად ამბობდა, რომ საქართველოს არ უერთდება სანქციებს რუსეთის საერთაშორისო სანქციებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურმა, ისევე როგორც ეროვნულმა ბანკმა ოდნავ მოგვიანებით გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს შეერთებულია როგორც ფინანსურ სანქციებს, ასევე სავაჭრო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ესეც დიდი ტყუილი. მოусმინოთ შემდეგს. ერთად მოგვიწოდებდით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით. ესეც ტყუილია. არც ერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოხალისეები უკრაინაში ომში უნდა გააგზავნოს, ჩვენ პარტიას არ გაგვიკეთებია. არც რაიმე ამის მხარდამჭერ აქციებში მიგვიღია მონაწილეობა. აქაც ცდილობენ, რომ ჩაგვიდონ არა ჩადებას. ნუ გვატენით. ერთად იტყუებოდით, რომ საქართველოს შავი ხვრელია რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია. ჩვენ ვამბობდით, მათ შორის მეც საქართველოს პარლამენტიდან, რომ მაგალითად ომის დაწყების შემდეგ წელიწად ნახევრის განმავლობაში რუსეთში საქართველოსდან სანქცირებული ავტომობილები პირდაპირ ან ირიბად მიდიოდა, ექსპორტირდებოდა. ეს დაადასტურა სპეციალური სანქციების მაკონტროლებელი ჯგუფის ვიზიტმა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპიდან, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველოს იმ 5 ქვეყანაში იყო, რომელიც ყველაზე ხშირად შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდისავლისათვის. და გაგეღიმებათ, მაგრამ ამ სპეციალური ჯგუფის ვიზიტიდან ზუსტად ერთ თვეში საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდა ავტომობილების ექსპორტი პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ფედერაციაში. მანამდე კი წელიწად ნახევრის განმავლობაში გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის შავ ხვრელად რუსეთის მხრიდან გამოყენებული არ იყო. ისევ ტყუილები. გავაგრძელოთ. ერთად გვიშლიდით ხელს კანდიდატის სტატუსის აღებაში. მორიგი ტყუილი. ჩვენი პარტია არასოდეს წასულა კანდიდატის სტატუსის აღების წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ეროვნული საქმე და თუ საჭიროა პოლიტიკური დაპირისპირების მორატორიუმიც უნდა გაკეთდეს, მანამ სანამ ქვეყანა ამ მიზანს არ მიაღწევს. მე შემიძლია მოგვიყვანოთ 2 თვით ადრე გიორგი გახარიას, ჩვენი თავმჯდომარის განცხადების ციტატა. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხს, ვისწავლოთ ერთად დგომა. ამიტომ მივმართავ პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეკლესიას ამ საკითხზე გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ჩვენი შვილების მომავლის დაცვა. ეს არის მიმართვიდან ციტატა, რომელიც პირდაპირ ემსახურებოდა მხოლოდ კანდიდატის მიღების ინტერესს. ამასთან ერთად, როგორც ხედავთ, ჩვენ საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში სპეციალური გეგმაც კი გავაკეთეთ და მოუწოდეთ ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას ჩართულიყო ამ პროცესში კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამიტომ მორიგი ტყუილით კვლავ ცდილობენ მიგვაწებონ კოლექტიური ნაცმოძრაობის ნარატივს. გავაგრძელოთ. ერთად გამოუცხადეთ ბოიკოტი ანტი-LGBT პროპაგანდა კანონს. მორიგი ტყუილი. როგორც ჩანს, ოცნებას ძალიან სურს იმ ფაქტის დამალვა, რომ პარტია გახარიას საქართველოსთვის იყო ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ საკითხს საერთოდ გამოეხმაურა, თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა და მათ შორის მონაწილეობა მიიღო სახალხო განხილვებში, რომელიც ამ კანონპროექტების, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენი პარტიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ასევე გამოირჩეოდნენ იმით, რომ
ხარი დაუჭირეს ამ კანონ პროექტის იმ კონკრეტულ ნაწილებს, რომლებიც მართლა ბავშვთა ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და თქვენ ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ეხლა ეკრანზე ხედავთ. აი ესეთია ოცნების მიდგომა. 2 წუთიან გამოსვლაში 20 ტყუილი, რომელზე ყველაზე საუბარს ეხლა ნამდვილად აზრი არ აქვს. დაიმახსოვრეთ ქართული ოცნების დამქაშებო და კაცუნებო. არა პოლიტიკურ ჩადებას. ნუ გვატენით, თორემ თქვენ თვითონ დაიხიშტებით.